საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა კონტროლის პალატის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი შენობები გახსნა. პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც დაათვალიერა და ყუმისთავის მღვიმეს ახალი სახელი მოუწევნა. არ ვიცი, მე ჩვენთან წინაპრია მე მგონი ის იმისთვის არ აღშენოს, რომ თავგადახდილი და დამპყრობლების მიერ აფეთქებული დარჩენილიყო თელი ცხოვრება, ხო ასეა? ასე რომ თუ იქნება გვენინება ძმებო და მეუფის კურთხევა ჩვენ ამ საქმეს გავაგზავნებთ ეხა პირველ 2 მილიონს გამოყოფ ხოლმე. აბა რა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა. ბაგრატის ტაძრის პირვანდელი იერსახის აღდგენაზე პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას კითხა. აღმოჩნდა, რომ ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ყველაზე მაღალი 44 მეტრიანი ტაძარი საქართველოში მთლიანად აღდგენილი უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბაგრატის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ტაძრის მაკეტი პრეზიდენტს ნიკა ვაჩეიშვილმა წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2 წელიწადში ერთიანი საქართველოს სიმბოლო ბაგრატი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც 10 საუკუნის წინ. ეს ძველი ტაძარი არის და როგორც ადრე იყო. მე დიმაქვს, რომ ისევ ეს იქნება და გაბწყინდება ისევ საქართველოს იმის შემდეგ, როდესაც ბაგრატი აღდგება და სათაფლიაში კი დინოზავრის ნაკვალევი მინის კონსტრუქციით გადაიხურება. გაკეთდება ტერასა, საიდანაც მთელი ქუთაისი გამოჩნდება. თანამედროვე სტანდარტებით განათდება მთლიანად მღვიმეც. კეთდება გზა, ესე მთელი კომპლექსური პროექტი, ვისაც რომ შემოსავალი გაუჩეს გარშემო ხალხს. იმიტომ ამას ხო ხალხი ემსახურება, კონკრეტული ხალხი მუშაობს მღვიმეში, კონკრეტული ხალხი ყიდის ამზადებს და ყიდის სუვენირებს, კონკრეტული ხალხი აგერ კაფეები კეთდება, გამიყიდის საჭმელს ამ კაფეს და ამ კაფეში დასაკეთება კონკრეტული ადამიანები. გარდა იმისა, რომ იამაყებენ, რომ მაგარ ადგილზე ცხოვრობენ, მიიღებენ ამ თავის საცხოვრებელი ადგილიდან, იმის გამო, რომ ჩვენ გარშემო ინფრასტრუქტურას უწყობთ კონკრეტულ შემოსავალს. ამიერიდან ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ერქმება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ყველაზე მასშტაბური ტურისტული პროექტია, რომელიც 14 მილიონი ლარი დაჯდება. მღვიმეში 10 დარბაზია განთავსებული. პრეზიდენტის თქმით, უნიკალურობის თვალსაზრისით, მსოფლიოში ასეთი მხოლოდ 2 მღვიმე არსებობს. ამ მღვიმეს ქვია ყუმისთავი და არა და ეს არის მთები, სადაც პრომეთე იყო ახლო-მახლო მიმული. აი პარლამენტიდან რო უყურებ ეს პარლამენტი საჩენდება. იქ არის კავკასიონის უკან არის კედელი, კავკასიონის კედელია ესეთი დიდი მინდორია ესეთი ტრიალი, იქ ლამაზი პარკი კეთდება შუაში პარლამენტია დიდი კავკასიონის ქედი და დაახლოებით იქ არის სადღაც ქვემოთ აი ეს მღვიმე. ეს არის ქედი, რომელზეც იყო მიმული პრომეთე. ამიტომ თქვენის ნებართვით მე ეს წინასწარ შევათანხმე ბევრ ქუთაისელთან ამ მღვიმეს ალბათ უნდა ეწოდოს პრომეთეს მღვიმე. ეს ბევრად უფრო ადვილად დასამახსოვრებელი იქნება ვიდრე ის სახე რომელიც აქამდე ქონდათ და ჩვენ გვექნება აწი სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. კონტროლის პალატამ თბილისიდან ქუთაისში გადაინაცვლა. ახალი შენობა დღეს საზეიმოდ პრეზიდენტმა გახსნა. დღესდღეობით კონტროლის პალატაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. გამოცხადებულია კონკურსი 40 ვაკანტურ თანამდებობაზეც. დაგეგმილი გვაქვს, რომ შევქმნათ მოსამზადებელი ცენტრი, აუდიტორების მოსამზადებელი ცენტრი და პრაქტიკულად ყველა მსურველს ექნება საშუალება ამ ოფისში მიიღოს საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა, შეისწავლოს აუდიტორის, ასე ვთქვათ, პროფესია და იმუშაოს ჩვენთან ერთად. ქუთაისში დღესვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი შენობაც გაიხსნა. ყოფილი ცენტრალური არქივის შენობაში 40-მდე ადამიანი იმუშავებს. მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. დღესვე გადაწყდა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტი ახალაშენებულ დეპარტამენტში სტაჟირებას გაევლის. წარმატებულები კი დასაქმდებიან. ეს არის ქუთაისში ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი შენობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიწყებთ აჭარის შემოვლით გზას, უკვე აგვისტოში ვიწყებთ სექტემბერში იმერეთის ბაიპასს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფუნქციურად სერიოზულად დაიტვირთება, იმიტომ რომ ყველა სამსახურს მოუწევს აქეთ გადმოსვლა და შესაბამისად საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმოება. ამიერიდან ქუთაისელ ბავშვებს ცურვის სწავლა ხმელეთზე აღარ მოუწევთ. პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუზი და ძიუდოს დარბაზი გახსნა. დაფუსა. დაფუსი გაფეის. იელოა, ხო ის რა? დაფუსი და ზამთარში და შობოდი. ზამთარში ვაჭროშორი ამბარო. კრიტიკულ მომდარებას გონდი. და როგორ არის პარკეტზე? არა, უბრია, უბრია. მელადის კაპიტელი. ეგრო დავინახეთ, ეგ ნახეთ ტელევიზორში. როგორ ვარჯიშობთ პარკეტზე, სურვა შეომეყარა გულზე. კიდე კაი ტელევიზია არსებობს და მე გადავწყვეტ რომ სასწრაფო დაუზგავკეთება, კაი გამოვიდა. ჩემ შეგეძე არ ხონია. ნამდვილად თვითონაც ძალიან მობილები არიან.
გახდება თქვენი. განდობა რომ ყველანაირი პირობები გავუკეთეთ და ასახელეთ საქართველოს. ეგ არის თავი ასახელოთ, თავი ჯამთელები გაიზარდოთ და სპორტულ წარმატებებს სწავლითაც ყველა განახსოვს. ჩვენი ტურებში გამარჯვებულები არიან. 28 მაისს მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ცენტრალურ სტადიონს გახსნის. სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და UEFA სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.